ჯეიმს ვების შემდეგ. ჯეიმს ვების ტელესკოპამდე იყო ჰაბლის ორბიტალური ტელესკოპი, რომელიც პირველი უზარმაზარი დედამიწის გარეთ მყოფი ტელესკოპი იყო კაცობრიობის მიერ შექმნილთა შორის. თუმცა კაცობრიობის ყურადღება ახლა სრულიად ახალი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისკენაა მიმართული. ის დღეს სამყაროს შესწავლის კოსმოსურ საქმეში ყველაზე ძლიერია. თუმცა ვების პარალელურად NASA მომავალზეც ფიქრობს, რა იქნება ჯეიმს ვების შემდეგ. მრავალ მილიარდ დოლარიან ახალ ობსერვატორიას Habitable World Observatory, შემოკლებით HWO, კოსმოსში დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების მოძიება დაევალება. ის სავარაუდოდ 2040-იანი წლების დასაწყისში გაეშვება. ჯეიმს ვებმა უკვე არაერთი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, მაგრამ HWO სავარაუდოდ ბევრად წინ წავა. ჯეიმს ვების მემკვიდრეს კოსმოსში რობოტები განაახლებენ ხოლმე. ვები ახლა ლაგრანჟის წერტილ 2-ში მოძრაობს, დედამიწიდან შორს და მისი ადგილზე შეკეთება შეუძლებელია. თუ რაიმეთი დაზიანდა, მას ვეღარ განვაახლებთ. ისიც დადასტურდა, რომ HWO განთავსდება დედამიწიდან შორს, ლაგრანჟის წერტილში, ისევე როგორც ჯეიმს ვები. ვებისგან განსხვავებით, რომელიც ინფრაწითელ შუქზე მუშაობს, HWO ოპტიკურ შუქს დაიჯერს. ცნობისათვის HWO არ არის NASA-ს შემდეგი ობსერვატორია, რომელიც გასაშვებადაა დაგეგმილი. ეს პატივი ბნელ ენერგიასა და ეგზოპლანეტებზე მონადირე ნენსი გრეის ობსერვატორიას აქვს, რომლის გაშვება დაახლოებით 2027 წლისთვის იგეგმება. მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან კოსმოსში დამატებითი ობსერვატორიების გაგზავნა იგეგმება. მაგალითად, ESA-ს ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისია არიელი, რომელსაც გეგმის მიხედვით 2029 წელს განახორციელებენ. NASA-ს შემდეგი თაობის ობსერვატორიის საკვანძო ფუნქცია მომსახურებაა, თუმცა მისი დაპროექტება და ტექნიკური მახასიათებლების კონცეფცია ალბათ იმით განისაზღვრება, თუ სადამდე წავა ჯეიმს ვების ტელესკოპი და რა იქნება მისი საკვანძო აღმოჩენა. ცოტა რამ ნენსი გრეის ობსერვატორიის შესახებ. რა ხდება, როდესაც მასიური ვარსკვლავები ერთმანეთს ან შავ ხვრელს ეჯახებიან? არის უზარმაზარი აფეთქება, რომელიც ცნობილია როგორც კილონოვა. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ისინი პერიოდულად ჩნდებიან მთელ კოსმოსურ სივრცეში და რამდენიმე წელიწადში ამის გადამოწმება ახალი კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ საქმეს მიაყურადებს ნენსი გრეის ობსერვატორია. 4 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც NASA-ს მიერ არის შემუშავებული. მას შეუძლია შესაძლებელი გახადოს უხილავი პლანეტების აღმოჩენა. ტელესკოპს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელის, ნენსი გრეის რომანის სახელი ეწოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყო პირველი ქალი,